საქართველოში დევნილთა კუთხით არსებული პრობლემები დღეს გაერო სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად დავით დარახველიძემ განიხილა. ტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გრძელვადიან განსახლებებზე, ახალი საცხოვრებელი ფართობის შექმნასა და ტოლვილთა პრობლემების მოგვარებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის შემდეგ დავით დარახველიძემ და გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კომენტარები გაეროში მიღებულ რეზოლუციაზეც გააკეთეს. გუშინდელმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა დევნილთა უპირობო დაბრუნების უფლება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და ამასთანავე მათი ქონებრივი საკუთრების გარანტიებზე სომხეთმა და რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ 10-ზე მეტმა ამ ჩვენს რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი. ეს არ იყო სიახლე, თუმცა რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო. ეს საუბარი სამინისტროს მუშაობას და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას შეეხებოდა. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია გუშინ მიღებული გაეროს რეზოლუცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს თქვენს ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირების არსებობას და მნიშვნელოვანია, რომ მათზე მოხდეს ფოკუსირება.